მოგესალმებით, ვიფასო სვენელებო და მეგობრებო. დღეს მინდა მე თქვენ შემოგთავაზოთ ისევ ლეტალია პანდორას ვიდეო, სადაც ისინი ყვებიან დროის მარყუჟებზე და თავიანთი მოგონებები გამოცდილებებზე. წარმოგიდგენენ თავიანთ მოგონებებს. ეს ვიდეო არის ატვირთული 23 წლის 11 დეკემბერს, მაგრამ ის თემა რაც აქ ჟღერს ძალიან საინტერესოა. მე მაქვს თვითონ კიდევ მომზადებული გადათარგმნილი რამდენიმე ვიდეო, მაგრამ ახლა მოდით ამას გადმოგცემთ. მე ჩავთე ერთდღიანი ინტერნეტი, რადგან დავდივარ პოლიკლინიკაში გამოკვლევაზე და ერთკვირიანი რო ჩავდო ტყუილად არ მეცლება, მაგრამ ვერ მოვითვინე და ჩავთე 20 საათიანი ინტერნეტი, ორი ვიდეოს ატვირთვას მაინც მოვახერხებ და იმ ახალი ვიდეოების დაფიქსირებას, რომლის გადათარგმნა შედგომისა მე მინდა. მას დავიწყოთ. ლეტალიამ დაიწყო და ამბობს, რომ საქმე ეხებაო 30-იან წლებსო, სადღაც ამ პერიოდში და მე მაქვსო ვიდეოფილი, სადაც ჩემი ალტერი მარიაო, მე ბევრჯერ ამიხსნია თქვენთვის თუ ვინ არიან ალტერები. ალტერები ეს არის ალტერნატიული პიროვნებები, მაგალითად ბავშვებს ახლა ეპშტეინის ფაილები რომ გაიხსნა, ეს ახლა გაიხსნა, თორე ამდაგვარი სიტუაცია იყო ბევრი კოსმოსური პროგრამების დროს. ბავშვებს აწამებენ, დიდების წამების დროს ეს ალტერები არ ჩნდება, დიდებთან უფრო სხვა მექანიზმია, ბავშვებს იმიტომ აწამებენ, რომ ალტერები შექმნან. შემდეგ ეს ალტერები ნამდვილად მატერიალისტებიან, ჯერ გამოეყოფებიან. როდესაც ბავშვი ტრამას ღებულობს, ის გამოყვას ამ თავის ტრამირებულ პიროვნებას და მას სადღაც ინახავს. ხო, მაგრამ რა ხდება, როდესაც ეს ბუნებრივად ხდება და უშუალოდ ბავშვმა რამე შიში ტრამა მიიღო, მე არ ვიცი, მაგრამ როგორ იყენებდნენ ამას საიდუმლო კოსმოსურ პროგრამებში, ამაზე წარმოდგენა მაქვს. და ამ ალტერებს გამოყოფდნენ, შემდეგ რომ დაგროვდებოდა საჭირო რაოდენობა, იყენებდნენ სხვადასხვა მიზნით. მაგალითად, პენი ბრედლის გამოუყვეს 2200 ალტერი. შემდეგ შეწყვეტეს ბავშვის წამება. შემდეგ მიყიდეს გერმანელებს მარსზე, კოსმოსში კოსმოსურ გერმანელებს, რომლებიც წარმოადგენენ გერმანული ცივილიზაციის რასის არისტოკრატიულ ნაწილს. და ასევე ეს გოგოები, ლეტალია პანდორა და ალიონა იყვნენ საიდუმლო კოსმოსის პროგრამების მონაწილეები, ბევრი სხვა ინსაიდერიც, უბრალოდ ყველას მე ვერ მოვყვები, მაგრამ რამდენიმეს ვიდეო კიდევ შეგახსენებთ, რომ დენა აქა თუ შეძლებთ მოსვენას. ეს არის იგივე როგორც ახლა ეპშტეინის ფაილებზეა საუბარი, ასევე მაქვს 5 ვიდეო დადებული, ინსაიდერის სახელია მარშალი გვარი არ ვიცი, მაქვს პენი ბრედლის 12 ვიდეო დადებული, სხვათა შორის ეს ვიდეოები ყველა მე გადავთარგმნი ისეთი ვიდეოებიდან, სადაც ცოცხალი ადამიანი ეკითხება პენი ბრედლის, უსვამს კითხვებს ცოცხალი ადამიანი, რომლის თანამშრომლობს იური ლირთან, არხას სტრალიონიკოსთან, ხო და 12 ვიდეო, მეორე და მესამე ვიდეო ერთადაა, ისე 12 ვიდეო, ყოველი ვიდეო ეხება ცალ-ცალკე საკითხს. და უფრო გასაგებად, მაგრამ იგდებს კიდე ორი საგა. საგა გადათარგმნა რობოტმა. რობოტის ხმითაა გადათარგმნილი და 6 საგა სინამდვილეში, მაგრამ მე არ გადავთარგმნე, იმიტომ რომ ის 12 ინტერვიუ, რომელიც 2 საგა გადათარგმნე მარტო, 2 ინტერვიუ და სხვათა შორის ერთ-ერთი ინტერვიუში ყვება პენი ბრედლი თუ ვინ არიან ალტერები და როგორ გამოყოფენ ამ ალტერებს ბავშვებისაგან. სუსტი ნერვის ადამიანებმა გთხოვთ არ უსმინოთ და ურსულებმა და სკეპტიკოსებმა. ხო და ასეთი ალტერი, ერთ-ერთი ალტერი ყავდა ლეტალიას მარია. და ეს ალტერი გააგზავნეს მილანში, იტალიაში.
და ეს ჩემი ალტერიო მარია იტალიაში მონაწილეობს სხვადასხვა ოპერაციებშიო. მაგრამ სინამდვილეშიო ეს ჩემი ალტერი მარია მსახურობსო ულტრაში, MK ულტრაში. არ ვიცი ახლა ამჟამად თუ არსებობს, არ ამგონია, იმიტომ რომ ძველი კოსმოსური პროგრამები და ის ასე ვთქვათ სააგენტოები, რომლებიც კავშირში იყვნენ ამ საიდუმლო პროგრამებთან, კოსმოსურ საიდუმლო პროგრამებთან, მგონი დაიშალა თუ იშლება, თუ აქვს მაშინდელივით ფუნქცია დატვირთვა უпростоრად, ეს მე მას ვერ გეტყვით, მაგრამ რადგან სისტემა იშლება, ყველაფერი ჩაბართება მალე წარსულს. სხვათა შორის, მინდა ახალი ამბები გითხრათ, ეს სანამ ვიდეოს გადავთარგმნი, არ ვიცი გადავთარგმნი უკვე თუ არ მახსოვს. კრასნოდარში დაიწყეს გამოშვება სამედიცინო ლოგინებისა. გახსოვთ, მე თქვენ გეუბნებოდით, როდესაც თარგმნიდი ისმაილ პერეს, რომ სამედიცინო ლოგინების გამოშვებას დაიწყებოდა ამერიკაშიო ჯერჯერობითო ამ კურნალობას ამ სამედიცინო ლოგინებზე გადიანო ვეტერანები და მე ფიქრობდი, ვაი, როდის მოვა საქართველოს ჯერი მეთქი და სხვათა შორის ძალიან გამიხარდა ასუნმა თქვა თავის ვიდეოში, რომ დაიწყო კრასნოდარმა გამოშვება ამ სამედიცინო ლოგინების, ისე გამიხარდა, ასე რომ სკეპტიკოსებმა მინდა ეს ინფორმაცია კარგად გაითავისოთ. დაიწყო გამოშვება სამედიცინო ლოგინების, რომელიც კურნავს ადამიანებს სიხშირეებით და ეს დაფუძნებულია კვანტურ ინტერნეტზე. მაგრამ რა შეიცით საქმე, ისმაილ პერესმა თქვა, ეს დაპროგრამირება ამ ლოგინების სიხშირეებზე ხომ ხდება, მაგრამ აგრეთვე შეიყვანენ პროგრამას, სადაც ბოროტი ადამიანი, სანამ არ განიწმინდება თავისი ბოროტული აზრებისაგან, თუ არ ჯერა რამე და კიდევ სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე, ეს ადამიანი ვერ გაივლის კურნალობას აქ თავისი სხეულის, სანამ ტვინს არ განკურნავს. ისე მიხარია ამ ახალი ამბის გაგება, როგორც იქნა ჩემი, ასე ვთქვათ, ჩემი არა ეს, სხვის წინასამეტყველებას გადმოგცემდით მე, მაგრამ ხომ მე ამას ველი, მეც მათთან ერთად მეც ველი ამას, ბევრ ამას ველი. და მინდა რომ თქვენც დაიჯეროთ ეს. თქო ხო, გინდათ უკეთესი ცხოვრება, არ გინდათ განა, ვის არ უნდა უკეთესი ცხოვრება, ვის არ უნდა ამ წამლებისგან თავის დაღწევა, ვის არ უნდა რომ ქირურგიული ჩარევა არ დასჭირდეს, ვის არ უნდა რომ თავისი ორგანიზმი ცოტა გააძლიეროს, ყველას უნდა. თვით ის მაგები, ვისაც ძალა აქვს, ვინც წინასამეტყველებას აი ეს გოგოები, ლეტალია, პანდორა, ლეონა, სხვათა შორის ინტერნეტში ბევრი ქართული მასეთი ქალბატონი ვნახე. საერთოდ ვიყარ ვიცოდი და ერთი ჩემი ხნის ქალბატონია, მეორე ახალგაზრდა გოგონა, მესამე ახალგაზრდა ბიჭია. შემდეგ კი ხდება, ალბათ ამომიგდებს ინტერნეტი, ხომ იცით როგორ მუშაობს და ისეთი გახარებული ვარ, მეტი არ შეიძლება. მოდით გავაგზავნოთ. და ლეტალია ამბობს, რომ ეს ჩემი ალტერიო მარია არისო გაგზავნილი მაპატიეთ იმისთვისო, რომ წარსულში სადღაც ხელოვნურ ხაზზე, რომ მან შეცვალოს რაღაც იმ დროის ხაზზე. ახლა თქვენთვის თქვენ იცით უბრალოდ რომ რა არის დროის ხაზი, მე ბევრჯერ გიყვები თქვენ ამ დროის ხაზზე, ხშირად ახსენებს პერესი ამ დროის ხაზს და წარმოდგენა გაქვთ, ამიტომ არ ჩავეძიები. ხო და ეს ხაზები, ეს მოვლენები ამ დროის ხაზზე, სადაც შეგზავნილი იყო უბრალოდ ლეტალიას ალტერი მარია, უნდა მოხდარიყო მეორე სამამულო ომამდე, მაგრამ რადგან ეს ალტერი შეაგზავნეს და იქ რაღაც შეცვალეს, ამიტომ თავი არიდეს ამ მოვლენებს. და ჩაერთო პანდორა. მეცო შესაბამისი ხილვა მქონდაო, ახლახან კიდევ შეგახსენებთ, რომ ეს ვიდეო არის ჩაწერილი
23 წელს დეკემბერში. და პანდორა ამბობს, რომ იქო იმ ხილვაში მე ჩემ თავს ხედავდიო ახალგაზრდა გოგონად, სადღაც 18 წლისა ვიყავიო, ისევე ტყავის ჩექმებშიო, ტყავის ქურთული მეცვაო და მოტოციკლებზე ვიჯექიო. ვიყავითო ქალების მობილური ჯგუფი, რომლებიც დაკავშირებული იყვნენო, ასე ვთქვათო, დროის პოლიციასთან. ანუ ვიყავითო დროის პოლიციის წარმომადგენლები ვითო. ხო, იმ დროს. შეიძლება ითქვას, მე მგონია შეიძლება ითქვას დროის პოლიციელები. იმიტომ რომ ახლაც არის დროის პოლიცია. მზის დაცვა ასრულებს დროის პოლიციის როლსაც. მზის მცველები უფრო სწორად კოსმოსში. და ჩვენო ვასრულებდითო განსაზღვრულ ამოცანებს. და მე ვნახეო, რომ ჩვენო ვიჭერთო არსებებს, რომლებიცო გადაადგილდებიანო დროის ხაზებზე. პარაზიტებიც ხო გითხარით, არსებობს პარაზიტები, არსებობს არსებები, რომლებისთვის დროის ხაზი ბარიერი არ არის. ისინი გადაადგილდებიან ყველგან, სადაც კი უნდათ. გინდა წვრილი სამყარო აიღეთ, გინდა ფიზიკური სამყარო აიღეთ. და ამ არსებებს უწოდებენ დროის შთათქმელებს, ან დროის მჭამელებს, როგორც გინდათ, ისე აღიქვით. არც ერთი არ შეცდომა და არც მეორე, მაგრამ მე მგონია დროის შთათქმელები უფრო მისაღებია, ასე ვთქვათ, ლიტერატურული საუბრის მხრივ. იმ დროისთვისო მე ხელზე მქონდა სპეციალური მექანიზმიო და ჩექმები, რომლებიც მე მეცვაო მაღალ ქუსლებზეო, უბრალოდ ბათფორდის ჩექმები არ იყო. ეს იყო გრავო ჩექმები, გრავიტაციული ჩექმები, რომელიც იძლეოდა საშუალებას, ასე ვთქვათ, როგორ გადმოგცეთ ახლა, საშუალებას აი ნახტომით მოცილებული მიწას და მაღლა აფრენილიყავი. და ესე იგი დაემიწებოდი, დაეშვებოდი უფრო სწორად, მაპატიეთ, არასწორი თარგმანი შევურჩიე, დაეშვებოდითო ზუსტად იმ ადგილას, სადაც გამოთვლილი ჰქონდათო. ხო, თქვენ წარმოიდგინეთ ახლა ზოგი ფანტასტიკურ კინოებშიც ხომ ხდება ეს. ერთი ნახტომი აღმოჩნდები იქ, მეორე ნახტომი აღმოჩნდები იქ. ხო, და როდესაც მე ვუსმენ ამ დაგვარ ისტორიებს, ხელად ის ფილმები მახსენდება, რომელიც მაქვს ნაყურები სხვადასხვა დროს. თუმცა მაშინ უბრალოდ როგორც ფანტასტიკურ კინოს ისე ვუყურებდი, როგორც ზღაპარს, ზოგ ფილმს. და ახლა წარმოგიდგენიათ, ეს ყველაფერი ქვეცნობიერებაშია შენახული. და როდესაც შენ ასეთ ისტორიებს ისმენ, უცებ ამოტიტიდება ერთი მაგალითი, ამოტიტიდება მეორე მაგალითი, მესამე და ასე შემდეგ. ახსენდება ყველაფერი, ყველა ის კინოები, რაც კი გაქვს ნახე. და მე ახვდიო, ხო, საჭირო ტრაექტორია მივეციო ჩემ მიმართულებას. ესე იგი, ამ არსებაზე უნდა დამხდარიყო. და ისეთი ტრაექტორია მივეციო ჩემ ჩექმებს, მიმართულების ტრაექტორია, რომ უნდა ამ არსებაზე, მაინდამაინც ამ არსებას დამხდარიყავიო და ახვდიო და ამ არსებას დამახდიო, ზედ. და ამ არსებამ დაიწყო სახის შეცვლა. სახის იცვლიდაო. და ეს არსება მესაუბრებაო. მე შენ გიცნობო, მე პასუხობდიო, რომ მეც გიცნობო შენ. და რაღაც მომენტშიო ეს არსება ამას ხო აჩდა პანდორა, რაღაც მომენტში გაეპარა ეს არსება, გამოძრა პანდორასგან და გადაიქცა პატარა გოგონად. პანდორას მოაჩვენა თავი პატარა გოგონად. და წავიდაო, ბიჭები ყარაობობდნენო მას, ჩვენ ჯგუფში ვინც იყო. და მათ გაიქცათო ეს არსება. მე ვიყავიო მეთაური და ისეთი გაბრაზებული ვიყავიო, იმედი გამეცურდაო ამ ბიჭებზე. და რატო გაუშვენ? თუმცა
თვალები ურწყინავდა და ისედაც გასაგები იყო, რომ ეს არ იყო ადამიანი, მაგრამ რადგან ბავშვის ფორმა მიიღო, მაინც ვერ გაიმეტეს ეს ბავშვი დასაჭერად, თუმცა თვალები ურწყინავდა. და ამას აი ამ სიტუაციას ხედავდა ლეტალიაც, იგივეს პანდორა ამბობს, რასაც მე ვხედავდიო. ლეტალიაც ხედავდაო და ლეტალიაც ესწრებოდაო. ესე იგი ჩვენ ვიყავითო ერთ საქმეში. ხო და ჩვენ გზავნიდნენო და ჩვენ რაღაც ოპერაციას ვასრულებდითო. ხო და ლეტალია ამბობს, მოდითო ახლა პანდორას ეუბნება, მოდიო მოვყვეთო თუ რა ინსტრუმენტებით სარგებლობდითო ჩვენო. ალბათ თქვენთვისაც საინტერესო იქნება, იმიტომ რომ მე ფიქრობ, რომ არ არსებობს ისეთი ადამიანი, რომელსაც არ მოწონს ფანტასტიკური კინოების ყურება და ვიღაცას რამდენიმე ფანტასტიკური კინო მაინც იქნება ნანახი და ამიტომ ეს ინსტრუმენტებიც დაინტერესებს ბევრს. მით უმეტეს ახალგაზრდობას უყვარს ფანტასტიკური კინოები. ლეტალია ეუბნება პანდორას, მოდიო მოყევიო რეალობის კომპასზე. კომპასი, ხომ იცით რა? მაგრამ ეს არის ინსტრუმენტი სახელწოდებით რეალური კომპასი. და პანდორა ყვება, რომ ახსენა პანდორამ ხელზეო მიკეთეო რაღაც ხელსაწყო, ეს ხელსაწყო ყოფილა რეალობის კომპასი. რეალობის კომპასი ჩამოგავსო ხელის საათს. ძალიან ჩამოგავსო ხელის საათს. მაგრამ თლად ხელის საათი არ არის. და ამ საათზე, ეგრეთ წოდებულ საათზე არ არის მხოლოდ ერთი ციფერბლატი, იქ ბევრი ის არის ციფერბლატები, წლები, ციფერბლატების წლები, ბევრიაო. რამდენიმე ციფერბლატიაო და ყველა აჩვენებსო სხვადასხვა დროს. და ეტყობაო ეს საშუალება აჩვენებსო თუ რა დროს და რომელ დროის ხაზი იმყოფებაო ადამიანი, რომ არ აერიოსო. ხო ახლა ლეტალიამ დაამატა, რომ ეს ხელსაწყო ჩამოგავსო რაღაცით დროის მანქანას, მინი დროის მანქანას. ხო და ლეტალი ამბობს, რომ ჩვენი ჯგუფის წევრებიო შედიოდნენ ასეთ ადგილებში, კაფეს მაგვარ ადგილებში, სხვადასხვა დასახელებები აქვს და სადაც ჩვენ ქალებიო ვესაუბრებოდითო, ურთიერთობა გქონდაო, ფიზიკური კი არა, ჩვეულებრივი საუბარი გქონდაო მამაკაცებთან და მათგანო ისა გამოვყავდაო ამ კაცებისაგან. მაპატიეს რაცა სხვა გავიგე. ინფორმაციას ვატყუებდითო მაგათ. ისა ხო, ამ საუბრის დროსო ეშმაკობითო თუ რითიო ინფორმაციას გამოსწორებდითო ხოლმე. და ჩვენ ვიყავითო პროფესიონალური ფსიქოლოგებიო, მოვაჩინებდითო, მოვიკატუნებდითო თავს მე ამით გოგოებად და ინფორმაცია გამოსწორებდითო. ჯაშუშები. შემდეგ ჩვენ ამ ინფორმაციას ვაგროვებდითო და შემდეგო ვიჭერდითო იმ ინდივიდუუმებსო, რომლებსაცო არ ქონდათ უფლება ეთამაშათო რაღაც როლები მოთამაშეების სახით. ხო, რადგან ჩვენ ვართ თამაში, ბევრი ისეთი შემოდის, ვინც არ უნდა ჩაჯდეს ამ ფილმში და მასეთ ინდივიდუუმებს იჭერდნენ თურმე, რომ თამაშ ხელი არ შეუშალონ, ან რაღაცა არ გააფუჭონ. ესე იგი, ვაშორებდითო არასასურველ ადამიანებსო და ლეტალი ამბობს, გაიგეთო რომ MK ულტრა, სხვადასხვა SMK ულტრა თანამშრომლობდა გერმანელებთან, კოსმოსურ გერმანელებთან. ეს არ იყო ჩვენი არჩევანი. ჩვენ ვასრულებდითო იმას, რასაც გვიბრძანებდნენო. ეს ჩვენი ნება არ იყო, ჩვენ გვაიძულებდნენო. აქ საუბარია ალტერებზე. არ დაგავიწყდეთ. ხო, აი მე საჩი მიშალა. მე გითხარით, რომ MK ულტრა თანამშრომლობდა კოსმოსურ გერმანელებთან, მაგრამ კი არ თანამშრომლობდა, არამედ გერმანელების, კოსმოსური გერმანელების მიერ იმართებოდა MK ულტრა. მაგრამ მე გამოვასწორე ჩემი შესწომა. ხო, ლეტალიამ თქვა ახლა, რომ კოსმოსური გერმანელების მიერო იმართებოდაო MK ულტრა.
და რომლებიცო ზეგავლენას ახდენდნენო ისტორიის სვლაზე. ჩვენ გქონდაო საშუალება, ტექნოლოგიური საშუალებები იგულისხმება, ჩვენი სხეულები გაგვეხადაო უჩინ-მაჩინი. ჩვენო ყველასო გქონდაო ერთნაირი მოდიფიცირებული სხეულები. გენო მოდიფიცირებული სხეულები, გენეტიკურ დონეზე მოდიფიცირებული სხეულები. როგორც სუპერ ჯარისკაცები. და ამას კიდევ დამატებით რაღაც დევასები. ხო, იქ დევასებს უძახიან, ახლა კი იცით, ბევრი ტერმინებია შემოსული. რაღაც კიდე დამატებითი ტექნოლოგიები, ეს იგულისხმება. და ზოგი დევასები, ესე იგი ზოგი ეს ნანოტექნოლოგიები იყო სხეულში ჩალაგებული, ასე თქვათ, დაფიქსირებული. მაგალითად პენიბრელის, როდესაც თანაშრომლობდა უпроსტად იყიდეს გერმანელებმა გაზარდეს და ფრინავი იყო. ოღონდ პენიბრელის ჰქონდა უნარი ენახა კედლები, ესე იგი როგორ გითხრათ, ფსიო უნარები ჰქონდა. ხო, მას მიყავდა, კი შტურმანი იყო, მას მიყავდა ხომალდი, მაგრამ ბევრი შტურმანს არ გააჩნია ეს ფსი უნარები. პენიბრელის გააჩნდა და რას ნიშნავს ეს? პენი ხედავდა, აი, ხო ისინი ხო გადიოდნენ, კი იცით, კოსმოსი დიდია და კოსმოსში რომ მოძრაობ, ახლა ვეგანახებთ, კოსმოსში რომ მოძრაობთ, თუ გაყევი ახლა მაგალითად კილომეტრებს და ასე შემდეგ, სინათლის კილომეტრებს მრავალი წელიც არ გეყოფა რომ ჩახვიდე მაგალითად ერთი წერტილიდან მეორე წერტილში, მაგრამ რა ხდება ახლა? ეს გიპერსივრცე, უბრალოდ სივრცე, კოსმოსური სივრცეს კეცავენ, მოყოლეთ, აი ამ დაგვარად. მე ახსნილი მას ერთ ვიდეოში, პენიბრელის ინტერვიუში. აი ასე კეცავენ სივრცეს, აქედან შევა ხომალდი, ამ სივრცის მოკლე მანძილს გადაკვეთს, მაგალითად ეს წერტილი A, წერტილი B. წერტილ B-მდე ხომ ივა, შემდეგ გაუშვებს ამ სივრცეს, ეს სივრცე გასწორდება. ხო, ძალიან რთული დასაჯერებელია, მაგრამ ასია. ასე ხდება, ესა კოსმოსი. ხო, შემდეგ იქ ჩამოვა ან ხალხს ჩამოსვამდა თავის გუნდს, ან ვიღაცა გადაყავდა, ან მე მაქვს ნათქვამი რომ პენიბრელისა გერმანელებს დრაკონიელები იყენებდნენ, თუ მაგალითად რომლიღაც პლანეტამ ვარი უთხრა ხარკის გადახდაზე და ვარი თქვეს მონობაზე, გერმანელებს უშვებდნენ, გერმანელებს ეშინოდათ ყველას, თურმე იქა. და პლანეტებს ანადგურებდნენ, ეს ჰუმანოიდები იქნება თუ ადამიანის გავსი მობინადრეები, ესენი მიყავდათ კონვეიერზე. ეს კონვეიერი ხომ წარმოგიდგენიათ ახლა თქვენ ლენტა მუშაობს და კიდია ან ბოთლები დგას, ან ხორცები კიდია, ხო ქათმების მაგალითად საქონლის ასე შემდეგ. იგი კონვეიერზე ატარებდნენ ადამიანების სხეულს. ადამიანები იქნება, ჰუმანოიდები იქნება. აქ ამოქონდათ სპეციალური ნაწილი, არ მახსოვს ზუსტად რა ნაწილია, რა ქვია იმ ნაწილს და დებდნენ კიბორგებში. ხო, რობოტები და კიბორგები სხვადასხვა. რობოტები არიან ტექნოგენეზირებული მანქანები და კიბორგები არიან ნახევრად გაცნობიერებული ადამიანური, ნახევრად ტექნოლოგიური. ხო, ამითა განსხვავება. კიბორგი, ესე იგი ადამიანის რაღაც ნერვული ნაწილი უდენა, რობოტი მთლიანად მექანიზირებული. ხო, ამა სხვადასხვა პენიბრელიმ აფეთქა ერთ-ერთი ასეთი ქარხანა. გაანადგურა დედამიწიდან. წარმოგიდგენიათ რა უნარები აქვს იმ ხალხს. აქედან დედამიწიდან გაანადგურა, სადაც ეს ერთ-ერთი ქარხანა იყო განლაგებული, იქ ის ქარხანა. 2 წელიწადში აღადგინეს. ახლა მე არ ვიცი ახლა როგორ ამ მდგომარეობა, იმიტომ რომ ყველაფერი შეიცვალა.
იცით რა, რაღაცებს მაინც ჯერ უშვებენ. მე ხომ თქვენ მოგიყევით ალენა ბერეგინა რო ყვებოდა დაქირავებულ მკვლელებზე პლანეტა სპეციალური, სადაც სკოლაა გახსნილი, იმისთვის რომ მოავსადონ დაქირავებული მკვლელი. რატო? დაქირავებული მკვლევი ხელახებული პიროვნებები ეს ხუმანოდი იქნება, თუ ადამიანი იქნება, თუ კიდევ სხვა წარმომადგენელი, თუ მწერი, ზოგჯერ ვერ ჩაერევა ფედერაცია, ალიანსი, იმიტომ რომ დაარღვევენ კანონს და იმისათვის რომ ებრძოლონ მასეთებს მისნერებს უგზავნია. ხდება, აი რაღაცაზე ხუჭავენ თვალს იმისთვის რომ საერთო საქმე არ გაფუჭდეს, რომ ქაოსი არ დამკვეთდეს. ხანდახან საჭიროა. აი მაგალითად ჩვენ ავიღოთ ჩვენი დედამიწაზე ვაპატიეთის რეკლამა შემოვიდა ალენა ბერეგინას დედამიწაზე. კი, ცდილობთ ჩვენ მშვიდობა შევინარჩუნოთ, ხო? მაგალითად მეზობელთან ან ქირაობ ოთახს და მაგალითად ხო სოციალური მაქვს. რამეს ისე არ მეტყვის ხაზეიკა დაუშვათ. რამეს სხვანაირად მეტყვის, ხო, მაგალითად. ან დამიყვირებს, ან კიდევ რაღაცა, ისეთ მეტყვის, რომ არ მისიამოვნება, მაგრამ პასუხს ვერ გავცემ, იმიტომ რომ მაშინ უნდა იჩხუბო. ხო. ასეთ ახლა მე რო სოციალური არ მქონდეს, მე არავის დავიჯენ თავზე, მაგრამ რადგან სოციალური მაქვს, მე იძულებული ვარ ეს გადაყლავო. არა, მე გულთან არაფერი მიმახს, ვცდილობ არ მივიტანო, მაგრამ მაინც მოქმედეს და აქ ბევრჯერ მას ნახსენები ყურძები ყავდათ. ორი ოჯახი, ერთი ეს კედელი ჩემი ოთახი და მეორე ოთახს შორის, თუნდაც ყოფილა ფანერკა. და სამი ბავშვი ყავდა ამ ქალს. ეს დატოვებდა ხანდახან გავიდოდა იმ მისნაცისავთან შემდეგ ოთახში, ბავშვები დახსოვდნენ ხოლო ლოგინზე ხრიჭ ის იყო სეტკა ლოგინები. მერე კარეს ჯუხ დაკეტავენ ცხელად ხო დაკეტავენ რაღაცა ჩემი ლოგინიანაც აზარებდა კედელი. ეს ვიძაბებოდი, წამოგიდგენიათ, დასვენება გინდა. მე თავდი ინტერნეტს არაფერი მესმოდა, მაგრამ ინტერნეტი ყოველთვის ხარ მქონდა და ეს მე ის რომ შენ გეტყვის რამეს დაჭერილად ან რაღაცას ისეც გეტყვის, ვერ გასცემ საჭირო პასუხს, ეს ყველაფერი ძაბავს, თუმცა მე ყველაფერი გადამაქვს სიცილში. მე შემიძლია სიცილით უპასუხო ადამიანს. მაგრამ ფლად ისე კიდე ვერ გაცემ როგორი პასუხიც კიდე გასცე, ხო? ამ შემთხვევებში შენ გაქვს უფლება, შენ თავი დაიცვა, თუ მართალი ხარ შენ, მაგრამ როდესაც შენ მართალი ხარ და ვერეუნები ვერაფერს ადამიანს რადგან ჩხუბი არ გინდა, შენი ძაბები. იმის მიუხედავად რომ მე ვცდილობ არ გავერიო კონფლიქტში, მე ვეთანხმები იმ galaktikul alliance რომ ზოგს უნდა მისნაირად შეუტიო. სხვაგანად არ შეიძლება, მაშინ და მონად გახდი, ხო? ახლა ვიტბორები მე ყოველი წამის დროს. ახლა კარგი ამიდები გამოვიდა. კაცი დასხამს, ხო, წავიდნენ იქეთ სოფელში. ახლა არ დაგები ყოფილა სკოლაში. ახლა დაწვიმ სხვა ზეგ. ორი დღე წვიმა იქნება. თუ ძლიერი წვიმა წამოვიდა, კარგად დავიტბორები. და თუ კიდე გრადუსი დაეცა, ჩემ ოთახში დაკეტილში, ახლა მე დავკეთე უბრალოდ ჩემი ხმა რო არ გავიგეს. თორე დაკეტილში სუნი დგება ხელად ნესტი სუნი. ხო, კარგი, მოდით ჩემზე ვილაპარაკებ. არა, მე უბრალოდ მაგალითი მოგიყვანეთ. ლეტალი ამბობს, მე მახსოვს რომ მქონდა ისეთი ტექნოსაწყო, რომელიც ფიზიკურად სინამდვილეში მე გამიჩნდაო 23 წლის 10 ოქტომბერს. ესე იგი ხელზე დაიკავა ის ხელსაწყო, რომელსაც იქ ხმარობდა კოცმოსში. მოხდიო ბნელ ოთახში და
ნახე უცებ შევამჩნიო რომ მარჯვენა თვალი და სადღაც 10 სანტიმეტრზე 10-15 სანტიმეტრზეო მარჯვენა თვალი და გაჩნდაო რაღაც ნათები ანათებს ისეთი წერტილი როგორც ლამპა და როდესაც მე ვატრიალებო თავს ეს ლამპუჩკა თან დამყვებაო ეს განათება და ეს განათება დღემდე მაქვსო აი ეს ლამპუჩკა დამძდესო დღემდეო ბნელ ოთახში ესე იგი რაღაც უდენა თვალში ან თვალის უკან რაღაც ხელსაწყო დაყენებული იმდროინდელი კოსმოსში ყოფნისას ხელსაწყო დარჩა ლეტალიას სათვალებს ატარებს ის ქაბატონი და რა არისო ეს ხელსაწყო რას წარმოადგენსო ეს არის დანადგარი ასე ვთქვათ მიკრო დანადგარი რომლის დახმარებით შენ შეგიძლია ნახო სხვა განზომილებები კოსმოსში მაგალითად კოსმოსში როდესაც ხარ შენ შეგიძლია ნებისმიერი განზომილება ნახო ნებისმიერი და თუ გაქვს მაგის უნარი იქ მოხდა მაგალითად პენი ბრედლი ბავშვი იყო მაგრამ აქვს ამის უნარი განზომილებებში იაროს გადაადგილდოს უფრო სწორად აქვს ამის უნარი და დრაკონიელებსაც აქვთ ეს უნარი სხვადასხვა განზომილებებში იარო დროებით მე არ ვამბობ რომ მუდმივად წახვიდე და იქ დარჩე არა გადაადგილდე უფრო სწორად და თუ ადამიანში იმყოფება რაღაც არსება ლეტალი ამბობს რომ მე შემიძლიაო მისი ნახვა ის მე ვერ დამემალებაო ის ჩემთვის არისო გამჭვირვალე და ეს დევასი ეს ერთ-ერთი ხელსაწყო ჩემ ფიზიკის ხელზე არისო დღემდე და ლეტალი ამბობს რომ მე ადამიანებში დიდი ხანია უკვე ხედავ არსებებს და ამის შესაძლებლობას მე მაძლევსო ის დარჩენილი დევასი ჩემ თვალშიო მე უბრალოდ ვერ მოვიცალეო ამისთვის მივეხედავო ხო პანდორა ამოწმებს რომ ზუსტად ეს ის ხელსაწყოა ის პრიბორიაო რომელიც მე მაშინ მაჩვენესო ხო და იმ დროის შთათქმელებსო ჩვენ ზუსტად ამ დევასით ხედავდიო პანდორა ამბობს ის არსებებიო აგზელეს ლეტალია იმალებოდნო ამ ადამიანებში ცხოველებში მათ შეეძლოთ საგანში დამალულიყვნენ მაგრამ ჩვენი შესაძლებლობებიო გვაძლევენ ჩვენ საშუალებას გვენახავ ისინი შემდეგი რაც იყო აგზელებს ლეტალია ეს იყო ჩვენი ხედველობა ჩვენო მხედველობით შეგვეძლო ადამიანის ცნობიერებაში რაც იყო ის გვენახაო შეგვეძლო მისი ტვინის მოძრაობა არა შეგვეძლო ტვინის ფუნქციონირება შეგვეჩერებინაო შეგვეტანაო საჭირო აცრთა ფორმა და შეგვეძლო ყველაფრის შეცვლა თუ იმ მომენტში რა იმყოფებოდაო ადამიანის წვინში რაზე ფიქრობდაო და ჩავთადითო ხოლმე ჩვენ პროგრამას ასეთი ხელსაწყო ახლაც არისო და მეო ხანდახან ამით ხელმძღვანელობო ადრე იყო ასეთი პროგრამა დერ თუ დირ ვერ გავიგე რაღაც პროგრამა არსებობდა მეო ზედჩი მიდგაო სამზარეულოში და მე შევიყვანიო პროგრამა დედაჩემის ტვინში დედა გავიდაო აივანზე და იქ რაღაც გააკეთაო საქმე უცეფო გადისო მაგი ბალკონზე უკვე შემდეგ და ბრუნდებაო და მეუბნებაო იციო რატომღაცო მე წავედიო აივანზე მე ვერ გავიგიო რა მოხდაო რატო გავედიო მე აივანზე თითქოს ცავშიო გადამთველი გადაირთვო და გავედიო აივანზე თვითონ არ ვიცი რატომო ლეტალიას ქონია წიგნები ამასთან დაკავშირებით ამის შემდეგო ეს რომ გაუკეთებო დედაჩემს ალბათ შეეშინდა რომ ვინმეს ხელში არ ჩავარნილიყო გავიტანიო და გადავყარიო ყველა წიგნი და ლეტალია თავაზობს პანდორას
არა მას უყურებ დრო კი ადგილი არის მოდიო ჩაყვინთო გავაკეთოთო წარსულში აი ამ დროში უბრალოდ და ორივემ ნახოთო რა ხდებოდაო იმ მომენტში ლეტალია ამბობს რომ ხედავო ჩვენ გუნდს ხედავ ძველ ქალაქს ევროპეულ ქალაქს და 5 ადამიანი მოტოციკლზე შემშდარი მივემართებითო ქუჩაში ჩერდებითო ვიძრობთო ხელთათმანებს მოტოციკლებს ვაყენებთო პარკოვკაზე და შევდივართო რომელიღაც დიდ ბარში ნახევრად ბნელი ბარი იყო კვამლით გაჟღენთილი სიგარეტის კვამლით გაჟღენთილი დიდი ფანჯრები აქვს ამ ბარს და ჩვენ ვიფანტებითო ესე იგი ერთად კი არ ვждებითო არამედ ვიფანტებითო და ვიწყებთო სკანირებას ვინ უფრო დაგვჭირდება აქ ეს იყო სამუშაო მომენტი და ვეძებთ ისეც ვისგანაც შეიძლება რამე ინფორმაციის ამოღება აგზელებს პანდორა მე შევდივარ რომ მივახოლდიო ბარმენს ბარმენი იქნება სადღაც 30-40 წლისო გვიღიმის გოგოებს და მე უცებ ხვდებიო რომ აქ შეიძლება ნამყოფი იყოსო ის არსება დროის თათქმელი რომელსაც ეძებენ გოგოები და თუ ეს არსება იყო ადამიანში ის ტოვებსო თავის ანაბეჭს ხო და ბარმენზე ესე იგი არ დამისრულებიაო ბარმენთან საუბარი ისე ვიციო რომ ის არსება უკანა ეზოში დგასო და გოგოებს ვანიშნიო გავიდეთო უკანა ეზოში და მივანიშნიო უკანა ეზოში გასაცვლ კარებზე ხელით მივანიშნიო გოგოებს ხო და ჩვენ ვიცითო რომ ეს არსება იკვებებაო ადამიანებით და ჩვენ ბევრი ჩვენი თანამშრომელი კოლეგები დავკარგეთო ვინ ჩვენ ჯგუფში იყო და ისინი არა მხოლოდ იკვებებიანო არამედ მრავლდებიანო ადამიანების შიგ ადამიანებით მარტო კი არ იკვებებიანო არამედ ადამიანების შიგ მრავლდებიანო და ლეტალია ხსნის ახლა როგორ ხდება ეს პროცესი ისინიო ხომ არის ლიჩინკები ერთი წუთით ქართულად ნახავ რა ხო ესენი ესე იგი დებენ ადამიანში ენერგეტიკულ მატლებს მატლი ხომ იცით რა ხოდა წამოიდგინეთ ახლა ენერგეტიკული მატლები შემდეგ შეუძლიათ გადავიდნენ სხვა ადამიანის სხეულში და ასე გააგრძელონ დასნებოვება სხვა ჯანმრთელი სხეულების ხო და ლეტალია ეუბნება ხა პანდორას მოყევიო იმ ნიშანზე რომელსაც შენ ხედავო ადამიანებზე რა ნიშანი ადებთო ადამიანს პანდორა პასუხობს ეს არის რაღაც მწვანე მაგვარი მწვანე ფერის მაგვარი რაღაც და ის ადამიანი რომელსაც შეეხო ეს არსება ტოვებს რაღაც ლაქას მაგვარს ოღონდ ეს ლაქა არის ღია მწვანეს ფერი და კონტურები არ აქვს თითქოს დასვარაო მაგდაგვარი ფორმისა ლაქა ღია მწვანის ლაქა და მე ამ ნიშნითო მიხვდიო რომ ამ არსებამო ხელი თავისი თათია თუ ხელი აქვს რა აქვს რა ვიცი ყველგან არის ესე იგი ყველგან მიადო ეს თავისი ხელი და ყველგან დატოვა ეს ტალახის მაგვარი ლაქა ოღონდ ტალახი არ არის მისისა რაღაც ნაკვალევი ტალახივით მომოკიდეს სურის კვეთრი კონტურები არ აქვს მაგრამ არის ღია მწვანეს ფერი და ამას ხედავენ გოგოები გახსოვთ რას კითხულობ შეიძლება ნაყურები არ გაქვთ სერიალი რომ მიდიოდა ჩვენი ახალგაზრდობის დროს მაშინ ბევრი ამერიკელი მსახიობი იყვნენ ახალგაზრდები გეტყვით ახლა მოჩვენებებზე მონადირეები თუ გაქვთ ეს სერიალი ნანახი იქაც არის ასეთი ლაქები იქაც ტოვებენ ამდაგვარ ლაქებს და მაგ ლაქების მიხედვით ხდებიან ის
მოჩვენებზე მონადირეები არსებები თუა ამ და იმ ადგილზე. თუ იმყოფებიანი მომენტისთვის, ან თუ არიან ამყოფი ამ თუ იმ ადგილზე. თუ გაქვთ ნახე სერიალი მოჩვენებზე მონადირეები, მაშინ ვიხდებით რაზეა საუბარი. და ლეტალი ამბობს, რომ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ჩვენ შეგვიძლიაო კედელშიც ვნახოთო. ბარიერი ჩვენთვის არ არსებობსო, ყველაფერში ვხედავთო. ნახოთო, შეიძლება ყველაფერში ეს არსება. თუ არისო ფოკუსი მიზანზე. და პანდორა ამბობს, რომ ჩვენო გონიათო, რომ ეს კოსტუმი, რომლით ჩვენ გვაცვიათო, ტყავის შორტები, ტყავის ზედა, ტყავის ქურთუკი, ეს უბრალოდ კოსტუმი არ არისო, ეს არისო აპგრეიდი. და ახლა მე შევედი ინტერნეტში და დამაინტერესა ბოლო დროს სულ მიღებულია ეს სიტყვა upgrade. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს მოდერნიზაციას. გაუმჯობესებას ან კომპონენტის შეცვლას, სისტემის კომპონენტის შეცვლა, ტექნიკის, უფრო ახალ, უფრო ძლიერ და ფუნქციონალურ ვერსიაზე. ესე იგი, ძველი აპგრეიდთან შედარებით, ეს ახალი აპგრეიდი აუმჯობესებს შეცდომებს, ამაღლებს პრეზიდენტის, ანუ ხარისხს, მუშაობის ხარისხს, ან შესაძლებლობებს. და ასევე ასრულებს დაცვის ფუნქციას. ხო, პანდორამ დაუმატა, ხო, ჩვენ რომ გვესრულონო, ჩვენი ტანსაცმელი ასრულებსო ბრონეჟილეტის ფუნქციას. და პანდორამ თქვა, რომ თქვა ბრონეჟილეტიც არ არისო, რატომ და ეს ქურთუკებიო წარმოადგენენ ისეთ ტექნოლოგიას, ვიბრაციულ, მაღალ ვიბრაციულ ტექნოლოგიას, ჩვენამდე არც კი დაუშვებსო ეს ვიბრაციები, არც კი დაუშვებენო ჩვენამდე ტყვიას, ან რამე იარაღის გამოსროლას. ჩვენამდე არ მოიყვანსო. ვიბრაციულ დაცვას ქმნის. ხო, ლეტალია ამატებს, რომ ეს კოსტუმები, რომლებიც ჩვენ გვაცვიაო, გონიათო ტყავის, მაგრამ ტყავი არ არისო, ეს არის სპეციალური სინთეტიკური ქსოვილებისგან შეკერილი ტანსაცმელი, რომელიც არ უშვებს ტყვიას. ჩვენ ხედავთ არსებას, ის ახალგაზრდა კაცის ხელშია. ეს ახალგაზრდა კაცი გაიქცა. ეს გოგები რომ დაინახა. ჩვენ მას ვეწევით. და ლეტალი ამბობს, იციო პანდორა, ჩვენ ყველანი არ გავყებითო, მე მაგალითათო ადგილზე დავრჩიო. პანდორა ამბობს, რომ ჩვენ არავის კლავთო. ჩვენ ამ პიროვნებას, ამ ადამიანს ვიჭერთო, რაღაც ხელსაწყოს გულის ჩაკრასთან მივადებთო, რომელიც ჩამოგავსო ჭიქას, შეიძლება ბოთხს. და ლეტალია უმატებს, რომ მიდისო ტელეპორტაცია ამ არცების. გადაადგილება, გადაყვანა მიდისო იმ ხელსაწყოში. ხო, სწორად გავიგე მე. ამათმა ამ ხელსაწყოს ჭიქის მაგვარ, ბოთლის მაგვარ ხელსაწყოს დახმარებით გამოწოვეს ეს არსება ადამიანისაგან. იმ ახალგაზრდა კაცმა ვერც კი გაიგო, ჩვენ რა გავაკეთეთო. არა და გაიძახოდაო, რას აკეთებთო, რა გინდათო, რას მიკეთებთო. აზრად ვერც კი მიხვდაო. ჩვენ მას მეხსიერება დავუბლოკეთ იმ მომენტთან დაკავშირებით და მან გააგრძელა თავისი გზა. და ამდაგვარათო შეიძლებოდაო ადამიანების თავიანთ ფიზიკურ სხეულებში გადაადგილება, ტელეპორტაცია. ხო, ლეტალი ამბობს, რომ ბარბენი ჩვენ გვიცნობდაო, იცოდაო, რომ ჩვენ რაღაც საქმით ვიყავითო დაკავებული, ამიტომ არაერთი ყოფილვართო მის ბარში. მეო ამოუღებ ფული და დაუდებიო ბარმენს, რომ გაჩუმებულიყო. ამბობს პანდორა. პანდორა ამბობს, რომ ზოგჯერ მეო შევდიოდიო ხო სადმე დროში, ვაჩერებდიო დროს და ხალხი შეშდებოდაო. ყველა თავის საქმეს აკეთებდაო, რა საქმესაც აკეთებდაო, იმ საქმეზე მიმდგარი შეშდებოდაო. და როდესაც ვეხებიო მათ, გამოვდივარო
მაგალითად იქიდან და დროს ჩავთავი ისევ. ბევრი ფანტასტიკური კინოები არსებობს, სადაც აი მასე აკეთებენ გმირები, დროს აჩერებენ ხოლმე. პანდორა ამბობს, რომ შემდეგო ბევრი შემთხვევა ყოფილა, როდესაც მე მატრიცას ვატორმოზებო. პანდორა არა, ლეტალია ეუბნება პანდორას, ეს კარგი, ეს ხელსაწყოს როგორ იყენებდიო, მაგრამ მოყევიო, შენ ხედვას როგორ იყენებდიო, ხედვის უნარებს. პანდორა ამბობს, შედიხარო ადამიანის ცნობიერებაში მისი თვალებიდანო. თვალებში უყურებო და შედიხარო. და კითხულობო ინფორმაციას. მისი სულის მატრიციდან. ხო, მინდა დავამატო ჩემგან, რომ ინფორმაციული ბიბლიოთეკა, როგორც გონიათ მიწიერ მეცნიერებს, არ იმყოფება ფიზიკურ ტვინში. არა. ფიზიკური ტვინი ასრულებს ხიდის როლს. გარედან მიღებული ინფორმაციის გადაცემაში ჩვენ სულში. რადგან ჩვენი სული წარმოადგენს საინფორმაციო ელექტრომაგნიტურ ველს, მთელი ინფორმაცია არის ჩაწერილი ჩვენ სულში და ალიონა ვალკოვასაც, ვისაც მიყავს ბლოგი რეალური მისტიკური ისტორიები, მას აქვს ბევრჯერ ნათქვამი, რომ ადამიანს სულის გარდა გააჩნია ფანტომ და ზგუსტაკ გროვა. ფანტომი არის დადებითი, ზგუსტაკ არის უარყოფითი. ხო, ეს ორი დაიმახსოვრეთ, რადგან ერთ-ერთ ვიდეოში, რომელსაც მე თუ მოვასწარი ავტვირთო, ძალიან მინდა ეს ვიდეო ავტვირთო და ეხება გარდაცვლილ სულებს. თუ რა გზას გადიან გარდაცვლილი სულები, გარდაცვლილი იმ დღიდან, როდესაც გააკეთებენ ბოლო ამოსუნთქვას. ჩასუნთქვა ამოსუნთქვას. ხო, ძალიან დიდი მნიშვნელობა. ახლა მე იქ ეს ცალკე თემა, ამიტომ არ ჩავუხმავდები ამას, უბრალოდ ეს დაიმახსოვრეთ. ამისგან ადამიანი არ ზიანდება. პირიქით არც კი ველს კი შეამჩნევენ გამოხდა. ხო, პენიბრელიც მაგას ამბობდა, მაგრამ გააჩნიაო ვინ შევაო. ხო, მე არ ვიცი, მაგალითად ბევრჯერ მქონია ესეთი შემთხვევები, თითქოს ვიღაცა მოდის ბუხ ეს გაისმის ჩემ ტვინში. ბუხ რა ჯიმი დაბიჯებით და ახლა მე რომ არ ვერკვეოდე, ვიფიქრებდი აწნევის გამო მაღალი წნევები ვიცი საერთოდ მე და ალბათ მაღალი წნევებმა იცის ეს ხმაური მეთქი, მაგრამ პენიბრელდის აქვს ნათქვამი, როდესაც გააჩნია ვინ ზოგმა იცის უხეშად შესლა და შენ თავში შედის, შენ ცნობიერებაში გამოვდის უხეშად და ფეხის ბაკუნივით ისმის თურმე და მაგალითად, როდესაც ისყვებოდა დრაკონიერებზე და წერებს ღვთის ლოცველებზე. ღვთის ლოცველები, ხო, ტელეპათიას ასწავლიდნენ ესენი ამათ გერმანელებს და ღვთის ლოცველებიო არ გაგიხსნიდნენ ბოლომდე თავის არ შეგიშვებდნენ თავის ცნობიერებაში, მხოლოდ იმ ქონდათო მაგის უნარი შეგაჩერებდნენო, სადაც საჭირო რა იქ არ შეგახედებინებდნენო და დრაკონიელები ღია წიგნივით იყვნენო. მაგრამ თუ დრაკონიელი შეეცდებოდაო შენ ტვინში შემოსვლას, ძალიან უხეშად გამოსდიოდაო. ან კიდე ვინმე მაგალითად ყველა მხარიც ის თუ როგორ უნდა შევიდეს სხვისი აზრები, როგორ წაიკითხოს, როგორ მოიპოვოს ინფორმაცია. არა, თქვენ ნუ გაიფიქრეთ იმას, რომ მე რაღაცი ალბათ ვიღაცა
სხვა აბა როგორ უნდა ახსნა ვიღაცა შემოდის ჩემ ცნობიერებაში ჩემ თავში ვინ არ ვიცი სხვაგვარი ახსნა ამას არა აქვს აი ძიმე ფეხები ალბათ ვიღაცა დღეს ბევრი ფლობს ტელეპათიას ეს ვისაც ძალავს ვინც გამოხიზებულია არ როგორც ლეტალია პანდორა ამდაგვარი ბევრია და ალბათ დაინტერესებთ ვინმე შემოვიდა დაუშვათ უხეშად ან რამე და გეუნებით აგერ მე გძნობ როცა ვიღაცა შემოდის ჩემში იმიტომ რომ პანიკაში რაზე ჩავარდე რისი ჩავარდე წინის ბრალიც რომ იყოს მე პანიკაში არ ვარდები იმიტომ რომ მე ვიცი რომ მდგომარეობას დავიმძიმებ მაგრამ აქ ვიცი რა მიზეზი იცით რა მე იმდენი წავიკითხე იმდენი მოვისმინე უბრალოდ რამდენი წელია მე ამათ უსვენ ყველას და ჩემი დასკვნები მას გაკეთებული ხო და მე ამას ისე ზეპირად რაღაცაზე დაკიდებული არ ვამბობ და ვინც ის ფიზიკური ცხოვრება რომლებშიც არის სული რომლებშიც არის ღვთაებრივი ნაპერწკალი მათ აქვთ კრისტალიკები და ამ კრისტალიკებში ინახება ეს ინფორმაცია რაც მივა და ტელეპათია რა შენ შედიხარ იქ და კითხულობ თუ ადამიანს რა უდებს სხვათა შორის ამ მე რო ვახსენა ალენა ვალკოვა მასაც შეუძლია ამოიკითხოს ადამიანი თავისუფლად შეუძლია მაგები ესენი ყველას აქვს ამის და იგიც მინდა დავამატო რომ მალე ყველა რო გამოიღვიძებს ვინც გამოსახვედებელია კიდევ ბევრს ძინავს კიდევ ვინც მოსულია ვაცქამური თესლები ბევრს ძინავს ბევრი გამოიღვიძებს და ტელეპათია ხილვები არ იქნება გასაკვირი ჩვეულებრივი ამბავი იქნება ჩვეულებრივი როგორც ახლა სამედიცინო ლოგინები უკვე სკოლას მაგრამ ეგ იქნება ჩვეულებრივი ამბავი მოვადრო მოესწრებით თუ ვიბრაციები მაღალ დონეზე შეინარჩუნეთ ხო მეტყვით რთულია ამის გაკეთება ემოციები გააკონტროლო გეთანხმებით რთულია მე იმის მიუხედავად რომ ვაკონტროლებ ემოციებს მე მაინც მდგუნავს დაზაბული მდგომარეობა იმის მიუხედავად რომ მე შვიდად ვარ ვცდილობ იყო შვიდად ვცდილობ სიცილით გადავიტანო მაგრამ ადამიანი პირდაპირ გეუბნება მე შენ ხო ხედავ რომ არ გინდუფო ესე იგი მე შენ ენას გაკეტიებო და შენ ვერ სასაცავად თავს ვერაფერს ვერ ამბობ იმიტომ რომ სხვის ტერიტორიაზე არავის არ უნდა გააჩაღო ან თუნდაც კამათი არასდროს იმიტომ რომ წააგებ და მე ეს ვიცი და ამ უნარით ამ ამოკითხვის ცნობიერებას შესვლით და ამოკითხვის უნარით შეიძლება გაიგო თუ რა არსება ზის ადამიანში აი მასე გებულობს ალენა ვოლკოვაც რა ზის ადამიანის ხელში ხელად მიხვდება რაღაც არსებებს ხელად ხედავს ეს ხედავს ყველას მისი ძალის მეშვეობით ხედავს ყველა არსებებს ვინც ყველა დემონურ არსებებს ვინც გადმოხდება ხოლმე ხანდახან კარიბჭეები დემონური კარიბჭეები იღება ქალაქშიც კი უჩვენ მას ვერ ვაჩვენებ იმიტომ რომ კარიბჭეები ზევით კიდია ხო თან ხალხმა არ იცის გამოცნობა კარი დემონურია თუ უბრალოდ დროის კარიბჭეა ან პარალელური სამყაროს კარიბჭეა ხო სხვადასხვა კარიბჭე კვადრატული კარიბჭეებიც არის თურმე კი მარტოგრალი არა და მაგალითად თუ უბრალოდ ლივლივებს არტრიალებს სპირალისებურად ეს არის კარიბჭე პარტალ რო უძახიან ჩვეულებრივი კარიბჭე და დემონური კარიბჭეები სპირალისებურად ტრიალებს ხრელების კარიბჭეებიც სხვანაირად მუშაობს არ მახსოვს ახლა ზუსტად როგორ ხო იცით რა მე თქვენ ერთი ისტორია მინდათ მოგაწოდოთ რაც ეხება ამ ხრელებს რატომ
ხდება, ხომ გაგიგონიათ ინტერნეტში ახლა ბევრი და ასეთი ისტორიები, რომ თურქში ნავები, გემები მაგალითად წასულან რეისში, ჩვეულებრივად რეისში გემით, სადაც რა ქვია, აი დამავიწყდა. სამოგზაუროდ რომ მიდიან და ერთ-ერთი ისტორია აქვს ალიონას ასეთი ვაკოვას, რომ ეს სამოგზაურო გემი პირდაპირ შედის ხვრელში. და რატომ დავუსმინოთ ასეთ ისტორიებს და რატომ უნდა გადალახოთ შიშები? შიშსო დიდი თვალები აქვს, ხომ გაგიგონიათ? როდესაც შენ შიშ არ მიცემ, შიში ყოველთვის არის, რა თქმა უნდა მას ლაპარაკი, მაგრამ როდესაც შენ არ მიცემ შიშს დაგეუფლოს, შენ ფიქრობ აზროვნებ საღად. და იქ ერთ-ერთი გმირი აიტაცა შიშმა, რომ ცოლიც დაავიწყდა. ცოლთან ერთად შვილებმა გაუშვეს ლაინერით სამოგზაუროდ. გამახსენდა ლაინერით სამოგზაუროდ და შეცურა რაღაც ხვრელში, ტარიბჭეში არის საცხა შეცურა. დაავიწყდა შიშისგან ცოლი. ხო. თუმცა რა თქმა ამას მოყოლა, გეტყვით აგერ ორი სიტყვით. და ამ კაცმა მე თქვენ ბევრჯერ მithქვამთ თქვენთვის, რომ ბევრი იძახებს თავაც, როგორც ბიბლიაშიც მოიხსენიება თავადი, იმისთვის, რომ გაყიდოს მისი სული რაღაცა მიზნებისთვის. ხო, ბევრი მოთხრობებია ალიონას ისეთი, რომ ერთმა ქალმა თავისი სული გაყიდა, ხო, 20 წლით, ის მერე მოგაკითხავთ 20 წლის შემდეგ, მე არ ვიცი როგორ უნდა გამოძახება და არც მჭირდება. უბრალოდ თქვენ გეუბნებით, სული არ გაყიდოთ, არავითარ შემთხვევაში. რაღაც 20 წელი ხელად გავა. მაგ სულს მე თქო ვერ განთავისუფლდებით მე მაგ ადგილიდან. და ამ კაცმა იცოდა ყველა რიტუალები, არსებობს კიდე შემცლელი ამ თავადისა, ამ ეშმაკისა, შემცლელი როგორ? არ ითმე სახელი მისი, არ ვიცი როგორ უნდა გამოუძახო ამას, მაგრამ ეს მოქმედებს სხვანაირად. ეს თუ შენ ამასთან პირი შეკარი, ის არ გაცლის შენ 20 წელი. ის შენ ჯანმრთელობას, შენ ფიზიკურ სხეულს ანადგურებს თანდათანობით. ალპობს, ხო. და ამ ეს გმირი შიშისაგან ჩაიკეტა კაიუტაში, ცოლი სულ დაავიწყდა, ამას მეხსიერება ჰქონდა კარგი და ვიღაცებთან ურთიერთობდა, ვისაც ერთჯერ წაუკითხეს რიტუალი და ის დაუმახსოვრებია. მეხსიერება ჰქონდა კარგი და შესულა ამ კაიუტაში, რადგან ეშმაკი ვერ გამოიძახა, რომ სული მიეყიდა და იქიდან წასულიყო, გამოიძახა მისი შემცლელი. რო გამოიძახა მისი შემცლელი, კაიუტაში კი მარტო იყო, მაგრამ იმდენი ხალხი იქა, ლაინერზე წამოგიდგინეთ, რამდენი ხალხი იმყოფება, ხო? და ამან რო გამოიძახა, ამან თავისი სული მარტო კი არ გაყიდა. ეს მისი გამოძახება ამას ჩაითრია იმ ხალხის სულებიც. და რატომ გეტყვით ახლა? ამას ხო დარჩა იქ ცოლი. ის გამოძრა იმ ხვრელიდან. გამოძრა, ნახა გზა და გამოვიდა. შვილებმა ზურგი აქციეს ამის გამო, რომ დედა როგორ დატოვიო იქა. ამ კაცს დაუწყო დალპობა ყველაფერმა, ორივე ფეხი ამპუტირებული ჰქონდა, ცალი ხელი ჰქონდა პროტეზი და პობის სუნი ასდიოდაო ალიონამ თქვა. და ამას საერთოდ ალიონას კლანია ნაკლებად იხებს ფულს. და მით უმეტეს ალიონას არ უნდა და ამ საწყალი
ტაქსაობდა ამ კაცის დაგროვილი ნატვალები მიეჩვისებია და ეუბნება აიძულა მოეყოლა ყველაფერი. და თურმე ეს კაცი აძლევს ფულს ალიონას, ხო, ფულის, ნატვალები შრომით მოპოვებული ფული მისი მე რა თქმა მაგარი ქალია. მაგარი მამაცი ქალია. და ეს ფული უთხა ამას დაგიბრუნებო თუ მომიყვებიო ყველაფერს. და ეკითხება ხამ კაცს, შენ რა გინდაო, რა ისთვის გზავნიო იქა? რომ ცოლის ბეჭედი მოეტარა. და როდესაც ალონა მივიდა, ამ ხროლში ჩავიდა, არცეთ იქ ყოფთა ადამიანებს ფეხები არ ქონდა თურმე. ამიტომ ჩვენ ცხოვრობთ ისე დროს, როდესაც ასეთი რაღაცები ხშირად მოხდება. იმიტომ რომ იცვლება. ყველაფერი იცვლება. ხდება რომ პარალელურ სამყაროში გადიხარ ხანდახან. ასეთი შემთხვევა დაემართა ალიონას, ვალკოვას შემთხვევით მოხდა პარალელურ სამყაროში. ასეთი ისტორია მოყვა, მე უბრალოდ არ გადავთარგმნე ის. მეგონა საინტერესო არ იქნებოდა. ასეთი მაგალითი მოყვა ლეტალიამ. ექიმთან მიდიოდა და საცხა პარალელურ სამყაროში აღმოჩნდა, სადაც ეს სამოწყობო საერთოდ არ არსებობდა. მშენებლობის პერიოდში იყო. სადაც უნდა მისულიყო, ჩაიწერა ვითო, მაგრამ რომ ჩაიწერა თავი, სხვა უცხო ხმა იყო ახალგაზრდული და რომელ ექიმთანაც მიდიოდა, იმის ცოლი წერდა მიღებაზე ყველას. და თუმცა მიღება საერთოდ არ ქონია 3 დღეს უკან. კიდევ კარგიო გამოვედიო, ზოგჯერ ვერ გამოდიხარ პარალელური სამყარო და არ უნდა დაიბნე. ბევრი შემთხვევები ასეთი. ზოგი რჩება იქ. მაგრამ პანიკაში არ უნდა ჩავარდეთ. აგერ მოგიყევით, თუ სანამდე მიყავს ადამიანი პანიკურობას, შიშს. იმიტომ ჩავთე ახლა ეს ისტორია აქა, მოკლედ, მაგრამ თქვენ ალბათ გაიგეთ მე რისი თქვა მინდა. ჩვენი საქციელით შეიძლება სხვებსაც მივაყენოთ ზიანი, ჩვენი შიში, ჩვენი პანიკაში ჩავარდნით. მაშ გადავალ ახლა მე ისე თემაზე და ლეტალია ამბობს, რომ ხოლმე ადამიანში სახდებაო ბევრი პარაზიტები. სხვადასხვა, როგორც ჩვენთან ტარაკნეები, ჭიანჭველები და ეს ამდაგვარი არის კიდევ წურ დონეზე. მაგალითად ხო ჭირდება კვება, ენერგეტიკული კვება, მაგრამ ხო კვება მაინც. ხო და ადამიანში ბევრი ასეთი პარაზიტები ბინადრობს ხოლმე წურ დონეზე. ამიტომ ამბობ მე, მაგრამ თუ თქვენ არ გჯერათ რომ წული დონეები გააქვთ და გონიათ რომ მარტო ფიზიკური სხეული გაქვთ, მაშინ თქვენ ვერავინ დაგეხმარებათ. თქვენ უნდა დაიჯეროთ ჯერ რომ თქვენ შედგებით 7 სხეულისაა. ჩაკრები ბევრია, 7 ჩაკრაზე მეტი აქვს ადამიანს, მაგრამ თავარი ჩაკრა 7 და თქვენ უნდა დაიჯეროთ რომ თქვენ ხართ ჯერ სული, ბევრს არ ჯერ რომ ისინი სულები არიან. ხო, ისე გაუგნებული დარჩი ერთმა მიპასუხა ახალო მეზობელმა, მე არა ვარო, რომ სული მე ვარო ადამიანი და მცხოვრობ ახლა და ჩვენს ვერ არაფერი იქნებაო. ეს არისო ჩემი პირველი და უკანასკნელი ცხოვრებაო, რა ცხოვრება უნდა იყოს ამის შემდეგ. ასეთ ხალხს მე ვერაფერზე ვერ დავილაპარაკები. მათ ისინი უარყოფენ თავის საკუთარ თავს, თავის სულს. და ასეთი ადამიანები ბევრია. არ დაუშვათ შესწორმა. თქვენ თავზე ნუიწყვით ვარს. ახლა თქვენ თუ რობოტი არ ხართ, ან ბოტი არ ხართ, ან კიდევ ანდროიდი არ ხართ, შემოგზავნილი კოსმოსიდან. და თქვენ ხართ ადამიანი, ნუიწყვით ვართ საკუთარ თავზე. და დღესაც ასეთი არსებები ბევრით მოდისო დედამიწაზე და კი მათ ჩვენ ვიჭერთო, მაგრამ ბევრს ვიჭერთო, მაგრამ ისინი მრავლდებიანო
და პანდორამ დაამატა, რომ ეს არცებები მოდიანო ზედა სამყაროებიდან, აქ მიწაზე. ამიტომ კიდევ შეგახსენებთ, ეს არის 23 წელი. ამიტომ შეგახსენებთ, რომ ხდებაო დროის ხტომები, სკაჩკი, ანუ დროის ნახტომები. ამიტომ ხდებაო დროის ნახტომები. და ზოგჯერ დროის ხაზები ერთმანეთში ირევა. ხო, ხან აქ ერთი მხრიდან ხან, მეორე მხრიდან ხან, ზევიდან ხან, ქვევიდან და ჩახართულია ხოლმე. ამიტომ სულ გასწორება სჭირდება. და ეს მოგზაურები ჭყალებში ეხავენ ყველაფერს, მთელი დროის ხაზის სტრუქტურას აფუჭებენ და მაგიტომ ვიყავით შექმნილი ჩვენი გუნდი, რომ დედამიწის ხაზი გამოვასწოროთ, გადავაკეთოთ და რომ ყველაფერი კაცობრიობის სასიკეთოდ ყოფილიყო. მე არ მახსოვს, რომ ჩვენ კაცობრიობის საზიანოდ გვემოქმედაო. ხო, ნეგატიური ძალებსაც აქვენო ეს ტექნოლოგიები, მაგრამ ბოლო მონაცემების მიხედვით მე თქვენ გითხარით, რომ ნეგატიური ძალები მიდიან დედამიწიდან, კანონში უნდა იყვნენ წასულები. და ლეტალი ამბობს, რომ წამდა უწყում თუ ამოჭერიო სადმე რამე, მერე მიაწეპეო, სისტემა არ იქნებაო და ახლა აქაური გადმოსახედიდან ხედავ, რომ სისტემა დარღვეულიაო. და ამიტომ გამოდის, რომ რაღაც გაუგებარი წარსულია, გაუგებარი მომავალია და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ახლანდელი დრო არ იცი როგორიაო. ხო, ეს 23 წელს ჩაწერილი ვიდეოა, კიდევ შეგახსენებთ. რადგან რეალობებსო აქვთო რამდენიმე პლასტები, რეალურ დროს აქვსო რამდენიმე პლასტი, ყოველ ინდივიდუუმს აქვს თავისი რეალური ხაზი, თავისი რეალობა და მას ყველაფერს მოყავს ქაოსისკენ. და ეს ყველაფერი სივრცეს, ასე ვთქვათ, ურევს, მაგრად ურევს ასეთი მდგომარეობები. როდესაც ხდება ამ ქაოტიკური დროის ხაზების გადაკვეთა სივრცეში, ჩვენ ხოლმე, აი მე რო ვახსენეთ წეხან, პარალელური სამყაროები, აი ხოლმე ამ მომენტში, აი ეს რო ხდება ქაოსი, სხვადასხვა ხაზების გადაკვეთასთან დაკავშირებით, ჩვენო ხოლმე ხვდებითო პარალელურ სამყაროებშიო. ამიტომ ალენა მოხდა შემთხვევით პარალელურ სამყაროში, ალენა ვოლკოვა და ერთი კვირა ეძებდნენ, იმავე ეშმაკმა დაეხმარა და ეშმაკმა გამოაგდო ის პარალელური სამყარო და იმიტომ რომ ისინი მეგობრობენ. არა, ალენას სული არ აქვს გაყიდული, უბრალოდ ხანდახან ეშმაკის დავალებებსაც ასრულებს, როდესაც თვითონ არ აქვს უფლება ჩაერიოს. არა, ალენა უკანონოს არაფერს შვება, უბრალოდ და ამ ეშმაკთან აქვს მას კი უნდა ალენას სული გაეყიდა, მისთვის მიეყიდა, მაგრამ ალენა მარქნა. და აგერ კიდევ მეკითხარით, რომ ლეტალიასაც დაემართა მას, მოხდა სხვა პარალელურ სამყაროში საერთოდ. კიდე რომ დაბრუნდა უკან თავისუფლად იმ დღესვე. და ბევრი შემთხვევებია, აი მიშელ დემარკეს წიგნში ტაომ წაიყვანა მიშელი ერთ-ერთ პლანეტაზე, სადაც დრო არა და იქ ხვდებიან ისეთი ხალხი, რომლებსაც სამყარო იტაცებს. სამყარო კი არა, აი არის მაგალითად ზოგჯერ დედამიწის რეალობას უახლოვდება სხვა სამყაროს რეალობა. ხანდახან ფარდასავით ასე აფრიალებს, ქარიშხალის დროს ფარდა ხო იცით დაჭერი როგორ ფრიალებს. აი ასე ზოგჯერ ამ აფრიალებისას მე არ ვიცი ეს ამას რა იჭოს, მაგრამ ამ აფრიალებისას ხდება ისე, რომ ეს ფარდა შემოდის დედამიწის რეალობაში და ბახ, იქ დგომი, ცხოველი იქნება, ბავშვი იქნება, ადამიანი იქნება, ქრება. აი ბევრი შემთხვევები ყოფილა, მეცა ადრესად იყო ინტერნეტი და წიგნებს უშვებდნენ სპეციალურად. მამაჩემს ჰქონდა ასეთი წიგნი, წლის ამოსატანად ჭიდან, წლის ამოსატანად წავიდა ოჯახის წევრი,
გაქრა, ჭასდა. ბედრო იქაგდია. და ასეთ ადგილას მიიყვანა და აჩვენა. ტაუნ მიშელს. ისე მაგრად ცოდვა ის ხალხი. მათი სულები არც გტრები არიან და არც ცოცხლები. არა, საჭმელს არ ითხოვს. დრო არასებობს იქ და რომ არც ძილს ითხოვს, არც საჭმელს, უბრალოდ ასე ვთქვათ, დაკონსერვებულები არიან იმ პლანეტაზე. არ ვიცი, მათი გათავისუფლება როდის მოხდება რა, მაგრამ ხდება ასეთი რაღაცები. ახლა შიში არ ჩაგივარდეთ, მე არ მოხდეო იქ. არავინ იცის, ვინ სად მოხდება, მაგრამ ეგ ჩვენზე არა დამოკიდებული. ხო, ახლა ლეტალი ამბობს, ეს 23 წელს ჩაწერილი ვიდეოა, კიდე შეგახსენებთ. აი, კამერები აყენიაო სამოწყოფოში, პალატებში ხო აყენიაო და უცებ 900-ზე მეტი ხალხი ქრებაო და ჩვენ რომ შევიხედეთო იქ წვრილ დონეზე. და ეს რატო მოხდა? ამის გასარკვევად შევიხედეთო. როდესაც იჭრებაო განსაზღვრული დროის რეალური ხაზი, ან იმის მაგივრად იდება სხვა, ან საერთოდ არ იდება არაფერი და რჩება ცარიელი, ეს, ასე ვთქვათ, რუსულად სტიკოვკები, ამოჭრილი, ძველად, ადრე ხომ იყო ლენტაზე იღებდნენ ფილმებს და ხელი ჭრიდნენ, აწებებდნენ. ხო, ამას ქვია სტიკოვკას ადგილი და ეს ადგილები, მისაწები ადგილები, ზოგჯერ არ მუშავდება, ან არ აწებებენ არაფერს. ამ შემთხვევაში ერთ მომენტში ერთდროულად ხდებაო და ამას, როდესაც სხვა ადამიანი ნახავს, მათი ცნობიერება ვერ იჭერს, ვერ აღიარებს იმას, რომ ასეთი ფენომენი არსებობს. მათ ავიწყებათ და აგრძელებენ ჩვეულებრივად ცხოვრებას. მაგრამ, როდესაც აფიქსირებს ამას ყველაფერს კამერა, ხომ ჩანს, რამდენი ადამიანი იყო და რამდენი გაქრა უცებ. ხო, ამის უკვით, მაგრამ რაღაც დრო გადის და აგრძელებენ ჩვეულებრივ ცხოვრებას. ხო, და ეს ამოჭრები ქმნის ამდაგვარ ეფექტს. ლენტის ამოჭრები, ასე ვთქვათ, უხეშად. დროის ხაზების ამოჭრები და უცებ განსაზღვრული დროის კონტინიუმის დახურვისას მოხდება ნახტომი, დროის ნახტომი. ხო, აი მაგალითად ფილმში რომაა, კიდევ მოვიყვან მაგალითს ლენტას, რო ჭრიან და იქ დაუშვათ ლენტა გაფუჭდა და რომ არ ამოჭრა, ის გაფუჭებული ადგილი გამოჩნდება და ერთი ეპიზოდიდან უცებ გადადიხარ შემდეგ ეპიზოდზე და ის შუა ეპიზოდი არ ჩანს, რომელმაც უნდა გაგაგებიოს თუ რა ხდება მომავალ ეპიზოდში, ხო? ამდაგვარი ხდება ჩვენ დროის ხაზთან. უცებ ეს ის რომ ამოჭრეს ის ადგილი, ამოიღეს, უცებ სხვა დააწებეს, სულ სხვა და ამ დროს ხდებაო დროის ნახტომი. თითქოს და აღმოჩნდები სულ სხვა რეალობაში, უცებვე. აი ამდაგვარი რაღაცებიო ბევრი ხდებაო ჩვენ სამდე რეალობაში. შეიძლება 4D, 5D, ანუ გაზომილებები სხვანაირად გამოიყურება, მაგრამ კამერა იღებს 3D-ში და აფიქსირებს ფიზიკურ გამოვლინებებს. თორემ კამერა 3D-ს კამერას არ შეუძლია დააფიქსიროს თუ რა მოხდა 4D-ში ამ მომენტში, ან რა მოხდა 5D-ში ამ მომენტში, როდესაც ხალხი გაქრა. ვერ დააფიქსირებს მაგას. ხო, პანდორა ამატებს, რომ ხო, დროის ხაზებს ჭრიანო, მაგრამ ამ დროის ხაზებთან ერთად ვიბრაციებით იჭრებაო. ის ვიბრაციები, რომელიც ქონდა იმ ნაჭერს, ამოჭრილ ნაჭერს, ის ნაჭერი იმ ვიბრაციებთან ერთად იჭრება. ამიტომ ჭირსო ორიენტაცია გაუკეთო იმას, რაც ხდებაო. და ჩვენ ავტომატურად ფიქსირებას ვუკეთებთ უკვე იმას, რაც მოხდაო. და ლეტალი ამბობს, რომ ამ ფიქსაციის აღთქმა ჩვენთვის უჭირსო და ეს ინფორმაცია იშლება
ჩვენ მეხსიერებაში თითქოს არაფერი მოხდარა, რადგან ჩვენ ამას ვერ ხსნით. ჩვენი ფიზიკური ტვინი ამას ვერ ხსნის. ხო, პანდორა ამბობს, აი ხო არისო შემთხვევები, მეც ბევრი შემთხვევა მინახია, რომ მანქანა რაღაცას ეჯახებაო, არა და არ ჩანსო არაფერი. ან გოგონა მოისროლა რაღაცა. კუბრკანი გააკეთა და ან რაღაცა ეტაკება ვიღაცას, არ იცი სინამდვილეში რა ხდება, რა ამბავია. ასეთი რაღაცები ბევრი ხდება ინტერნეტში ახლა. და ასეთი მომენტები დაკავშირებულია სივრცის გახლეჩვასთან. ხო, კიდევ დავამატებ, რომ ამ ეს დროის ხაზი ხომ, დროის ეს დრო სივრცესგან თალკე კი არ არსებობს, მაპატიეთ კაფტოპრილი ჩავიდევი. ეს დროის და სივრცის კონტინიუმი, როგორც დროის და სივრცის კონტინიუმი უნდა აღიქვა. და როდესაც ამოჭრა ხდება, იქიდან სივრცეც იჭრება, ანუ იხლიჩება სივრცე. სივრცე არ არის რაღაცა, რაც გამოჩნდა. ეს ყველაფერი კიდიას მატერიაზე, ბადეზე, მატერიის ბადეზე, როგორცაც ჩვენ გობელენებს ვსვავთ ხოლმე. ხო? ამდაგვარად. განა გობელენი მოიქცევება, თუ იქ კაპრონის ძაფებია დასამაგრებლად არ გაუკეთე, ვინც გობელენებს ქსოვს, მიმიხდებით ალბათ. იქ ανε რაღაც კაპრონის ძაფები უნდა ჯერ ჩონჩხი. შემდეგ იმას უკან ახაც ამაგრებ და იმ ახატის მიხედვით ქსოვ. ამდაგვარი სქემა აქაც. სხვათა შორის გამახსენდა ზანგი მსახიობი ერთი ძალიან მიყვარს ის სახიობი ჯერ ცოცხალია და ანჯელინა ჯოლის მონაწილეობით ერთ-ერთი მთავარი გმირი არის ანჯელინა ჯოლია და ესენი ქსოვენ საბედისტერო იმას ქმნიან რაღაც საბედისტერო არა რაღაცას ბეჭდავენ, ქსოვენ რაღაცას. ხო, რაღაცას ქსოვენ, ტილოებს, მექანიზმია სპეციალური და აქ ამოდის რიცხვი ამ ტილოზე. როდესაც ვინმე უნდა მოკდეს. მაგრამ ეს უფროსი, ეს ზანგი, აფროამერიკელი, არის უფროსი ამათ. შეგნებულად ცვლის პროგრამას. და ანჯელინა ჯოლი ამას მიუხვდება. და გამოიჭერს. ახლა როგორ გამახსენდა ეს ფილმი მე, ზუსტად ადგილზე. არ მახსოვს ამ ფილმს რა ქვია, ვერ გეტყვით. ზოგჯერ ხდებაო, პანდორა ამბობს, რომ ქვედა სამყაროებიდან მობოლდიალდებაო ცხოველები, შეყვებიანო ძოვას, ან ზოგჯერ მაღალი სამყაროებიდან შემთხვევით ხდებიანო ჩვენთან. და მოხდა რომ ზოგი გამოცდილების მისაღებად მოვიდაო ზევიდან, შემოიპარაო ან შეიძლება შემთხვევით შემოვიდაო, მოხდაო შემთხვევით აქ და აქედან როგორ წავიდეს არ იცისო. ხო და ლეტალი ამბობს, ატლანტიდის დროს მოხდა სივრცის აფეთქება და აქ შემოიჭრენ რამდენიმე დიდი რაოდენობის არსებები, ხო, ამის შესახებ წელს ბორევი იმ წიგნში, რომელიც მე გადავთარგმნე და მიდენა. ვახმოვანებ მე, იმ დროს კატარაქტა მქონდა და ჩემი დანაწერი სამოკითხვა მიჭირდა, ამიტომ კიდევ ბოდიში გიხდი თუ თქვენ გადაწყვეტეთ მაგის მოსმენა, თუ არა და თუ მე მოვახერხე, მაგას თავიდან ჩავწერ. მაგრამ არ ღირს რუსული თუ იცით ეს წიგნი დენა შეგიძლიათ მოусმინოთ. თუ არა და ვისაც მოსმენა კიდათ მაინც გაიგებთ. სხვათა შორის ბლავატსკაიას მოყვარულებო, მე ახლა ჩავამთავრებ ამ ტომს, დავხურავ იქ
კიდევ ბევრი არაა დარჩენილი, მაგრამ დრო უნდა ყველაფერს. ხო და მე მინდა გადაწყვეტილება მივიღებ, გადმოვკაჩავ ახლა გამოაშკარავებულ ვიზიტას, რატომ და ყველა ახსენებს ამ ნაწარმოებს, ამ ნაშრომს და შეიძლება ის არ დავამთავრო ისე ეს დავიწყო პარალელურად, იმიტომ რომ ერთი სული მიმდის, ნახო რა არის, რა წერია შიგ. არა, ბიჭო წაკითხული არა მაქვს, მაგრამ იმას არ დავწერ მე. პირდაპირ ტექსტიდან ახლა კარგად ხედავ ისა ახლდა. და პირდაპირ ტექსტიდან გადმოვთარგმნი მაგას. პირდაპირ. როდესაც ვიდეოს ჩავთავ, პირდაპირ ტექსტიდან გადმოვთარგმნი. ხო. და ეს არსებები დარჩა აქ. ზოგი დატოვეს უფრო სწორად. რატო დატოვეს? ჩვენთვის, ჩვენი გამოსაცდელად. აქაური მიტირის სულების გამოსაცდელად. იყოსო დარჩნენო, ნახოთო როგორ იმოქმედებსო კაცობრიობა ამათა შეფარდებაში. იყოსო როგორც ასე ვთქვათ ტრიგერის სახით. დატოვეს ისინი ნაწილი, ყველა არა, ნაწილი, ბევრი დააბრუნეს უკა, ტრიგერის სახით. დატოვეს ტრიგერი. ტრიგერი ხომ იცით რა? მიზეზი ნეგატიური, რომელიც შენ რაღაც ნეგატიურ მდგომარეობებში გაყენებს და შენ უნდა თავი დააღწიო ამ მდგომარეობებს. Они как бы развиваются, размножаются и наносят очень большой ущерб пространству, потому что идет деформация. Да, и жители, которые находятся в нашем мире, они не должны быть здесь, они деструктивны для нашего мира. И они должны быть убраны туда, где их настоящая родина, настоящий их дом. Да, и люди не всегда могут быть людьми, и поэтому как бы, вот это четко идет. И я наблюдала в своем физическом мире не раз, что люди имеют внутри совершенно другие сущности, особенно когда... ხო, აპატიეთ ახლა აქ მოგასმნინე თქვენ დამოიფსა გაჩიშვა. ხო, ლიტალი ამბობს ზოგჯერ ჩვენო ხო ხედავენ ისინი ადამიანს აქვს სული თუ არა და ზოგჯერ ჩვენ ხედავთ რომ ადამიანებში სულები არ არისო. ხო და ამათ აქვთ უნარი ნახონ ეს არსება გამჭვირვალეა, ისინი ხედავენ ამას და უბრალოდ ადამიანი ამას ვერ ნახავს, ვისაც ხედვის უნარი არ აქვს. და ეს ძალიან საშინელი გამოცდილება და მე ამ გამოცდილება ბევრჯერ გამივლიაო, ამბობს ლიტალია და ეს ამტკიცებსო რომ ადამიანების დიდი რაოდენობა, რომლებიც ჩვენ გონიათო ადამიანები, სანდრეში ადამიანები არ არიანო. არ არიანო. ცარიელი ფუტლარები არიან. როგორც გოგოლი, человек ფუტლარი. სწავლობდით სკოლაში ჩვენ ამას. მაგრამ ამათმა ამის შესახებ არ იციან, რადგან მათ მართავენ არსებები, რომლებიც ცხოვრობენო მათ ორგანიზმში. ქმნიან მათ სურვილეს პროგრამებს და ამის შესაბამისად გამოიყურება სამყარო ისე როგორც გამოიყურება დღეს. რადგან ძალიან როგორ თქვა ძალიან განიცადა დეგრადაცია. მაგრამ მათი დრო ამოიწურა. კარგით, მოდით მე ამით დავამთავრებ. მადლობა ყურადღებისთვის.